აბაშის მოსახლეობასთან მქონდა დღეს შეხვედრა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ აბაშაში გვექნება სერიოზული მხარდაჭერა, იმიტომ რომ ძალიან აქტიური გუნდი გვყავს, ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან რა უჭირს და რა ულხინს ქვეყანას და საერთოდ სამეგრელომ ძალიან კარგად იცის სტაბილურობის ფასი, ძალიან კარგად იცის მეზობელთან ურთიერთობის ფასი, ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რაიმე არასტაბილურობა, ადამიანები რა თქმა უნდა ნერვიულობენ იმას, რომ არ მოხდეს რაიმეს პროვოცირება და მათ უნდათ მშვიდობა, მათ უნდათ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, მათ უნდათ რომ სამეგრელო აღარ იყოს ჩიხი და რა თქმა უნდა აწუხებთ ძალიან ბევრი ლოკალური პრობლემა, როგორიც არის გნებავთ იგივე თუნდაც იმის პრობლემა, რომ ადამიანებს ელემენტარულად არ აქვთ ნორმალური საშუალება, რომ ნორმალურად იცხოვრონ, იმუშაონ, თავისი მოყვანილი პროდუქცია გაასაღონ და თუნდაც ის, რომ სახლში რაღაცა ერთი რაიმე შეაკეთონ, იმიტომ რომ არის ესეთი რეგულაციები, რომელიც არ უშლის ხელს მაგალითად ხეების გაჩეხვას, მაგრამ არ აძლევს ადამიანს საშუალებას თუნდაც თავის ეზოს ნორმალურად მოუაროს. ყველა ის პრობლემა, რომელიც არის მთელ საქართველოში, აქაც არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას და შევძლებთ იმას, რომ გამოვასწოროთ ის მძიმე რეალობა, რომელიც დღეს საქართველოში არის.